შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე კი შორინა ჭიაურელი ვარ. ჩვენი გადაცემის ფორმატი თქვენთვის ცნობილია. გვირეკავთ 558 88 55 88 და პირდაპირ ეთერში თქვენს აზრს გამოთქვამთ. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ სურსათზე, პროდუქტზე, ხარისხზე, კონტროლზე, სტატისტიკაზე, სახელმწიფოს როლზე, პრევენციაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვირეკავთ 557 88 55 88, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. მე თავში გეტყვით რომ სურსათი მხოლოდ პროდუქტი არ არის დამეთანხმებით, ის ჩვენი ჯანმრთელობის, ოჯახის ბიუჯეტის და ცხოვრების ხარისხის ნაწილია. ყოველდღე ვყიდულობთ პროდუქტებს იმ იმედით რომ ისინი უსაფრთხო და ხარისხიანია, მაგრამ რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები, რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს კონტროლი და რას აკეთებენ ზოგადად მწარმოებლები ხარისხის შესანარჩუნებლად და რა შეუძლია თავად მომხმარებელს. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ. სურსათის უსაფრთხოებაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ხარისხის კონტროლზე, ფასებსა და იმ სოციალურ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეულ ოჯახს ეხება. როგორია თქვენი პოზიცია? კითხვები საკმაოდ მრავლად მექნება დღეს თქვენთვის, კონკრეტულად რამდენად ეფექტიანად აკონტროლებს სახელმწიფო სურსათის ხარისხს, ასევე რა სიხშირით ტარდება სურსათის ინსპექტირება თქვენის აზრით, ან თქვენის დაკვირვებით, ყველაზე ხშირი დარღვევები რა არის, რასაც შემოწმებების დროს აწყდებით, ასევე როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე თუ ეჭვი აქვს რომ უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი შეიძინა და ასე შემდეგ. პირველი მაყურებელი გვყავს უკვე ხაზზე, მოგესალმებით, გითმობთ დროს გამარჯობა. პირდაპირ ეთერში გისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. ალო. ქალბატონო, მესმის თქვენი ხმა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, მოგესალმებით. ილია მინდოდა. კარგით, თუ შეიძლება ეთერს მიღმა, ტექნიკურ მხარეს შეგიძლიათ მოგაწოდოთ ილიას საკონტაქტო, ან უშუალოდ ილიას გადაცემის დროს შეგიძლიათ დარეკოთ და თუ ილიასგან გაინტერესებთ პასუხი მიიღებთ ამ შემთხვევაში. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. 557 88 55 88 ველოდებით შემდეგ ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ დღეს ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სურსათს, უკავშირდება ხარისხს. დღეს თუ რიგითი მოქალაქე მაღაზიაში შედის, აქვს თუ არა რეალური გარანტია, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქტი უსაფრთხოა. თუ ეს მაინც მომხმარებლის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. სწორედაც მაყურებლის აზრია მნიშვნელოვანი. ფასები ვახსენეთ ჩვენ გადაცემის დასაწყისში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი შეფასება. იცით რომ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობდა სწორედ იმ მიზნისთვის, რომ ფასები მაქსიმალურად დაერეგულირებინა და ფაქტობრივად იმ ფენისთვის, რომელიც ძირითადად მასას წარმოადგენს, საქართველოში შეეძლოს ხარისხიანი პროდუქტის შეძენა, თუმცა კიდევ ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა, ხარისხიანი პროდუქტი კონკრეტულად რომელი ფენისთვის არის შესაძლებელი და ხარისხიანი პროდუქტი პირდაპირ გავცემ პასუხს ხომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის გათვლილი, განსაზღვრული. პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ხო. მე ვიდეო მომენტან სარგებლო უპასო საქართველოს. ორი ხარისხო. უხარისხო ხდება. ასე გეჩება კერხევი ფაგული. ებო აბა. ანდა რაბლად ფასო. სამწუხაროდ მე არ მესმის თქვენი ხმა კარგად, მაგრამ როგორც ხვდები, სარგებლობთ უფასო სასადილოთი და პურზე აკეთებთ აქცენტს, რომელიც არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, ხომ ასეა? აი დაუჩქა ერეკეთ ვერ პასუხი და დაიგენი. უხარისხო ფაქტური. რამდენიმე ევროპა ვერ ხელფასო. ადალცენტ მაგრამ შემიშა ორი სამბიჩი ან გარეს გოგონი გასაგებია
სამწუხაროდ მე მიწევს დავემშვიდობა მაყურებელს უმორჩილესად გთხოვთ იქნებ დაგუკავშირდეთ თავიდან ვინაიდან არის მის სრულყოფილად თქვენი აზრი რაც ნამდვილად საინტერესოა ნამდვილად დასანანია ასევე ის რაზეც გაამახვილეთ ყურადღება რომ სარგებლობთ უფასო სასადილოთი თუმცა პური რომელიც მაგალითად თქვენ არ მოგწონთ ალბათ ასე ვთქვათ ისევ და ისევ ხარისხზე აკეთებთ აქცენტს მადლობა ზარისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როდესაც სურსაძე საუბრობთ სინამდვილეში ჯანმრთელობაზე, ასევე ღირსეულ ცხოვრებასა და სოციალურ თანასწორობაზე გვიწევს საუბარი. ხარისხიანი და უსაფრთხო საკვები არ უნდა იყოს ის ფუფუნება, ის თითოეული ადამიანის უფლება და მეთანხმებით და დღეს ბევრ ოჯახს ყოველდღიურად სამწუხაროდ უწევს არჩევანის გაკეთება, შეიძინოს უფრო იაფი პროდუქტი, თუ შედარებით ხარისხიანი, მაგრამ ძვირი, მაღალი ინფლაცია, ასევე გაზრდილი ფასები და შეზღუდული შემოსავლები ადამიანებს ხშირად აიძულებს ეკონომიკა სწორედ კვებაზე გააკეთონ. ამ დროს კი ჩნდება კითხვა რამდენად სამართლიანია რომ მოქალაქის ჯანმრთელობა მის ფინანსურ მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული და რასაკვირველია და მეთანხმებით რომ მაშინ როდესაც ხარისხიან პროდუქტს იძენ და ასე ვთქვათ სისტემატიურად მოიხმარ ხარისხიან პროდუქტს ეს შენს ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად აისახება რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ კვებას და ასევე არასრულფასოვან კვებას ეს კიდევ ის ცალკეული საკითხებია რაც შეგვიძლია ჩავშალოთ ვიმსჯელოთ და აზრი გავცვალოთ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით გამარჯობა. მოგესალმები შორენა გენაცვალე. დიახ. აი რა თქმა უნდა ამას რაღაცნა უნდა შორენა გენაცვალე. ხარისხიანი საჭმელი, ხარისხიანი ჩასაცმელი. ყველაფერი კარგი და ხარისხიანი არის მაგათთვის. გათვლილი. ჩვენ ახლა უბრალოდ ხალხისთვის ეს დანარჩენი მოსახლეობისთვის ხალხსაც დაუღია რატო უნდა იყოს გათვლილი. რაც შემოგვია უნდა უნდა ჩამოთ რა ვიცი თან რა ხარისხებიათ არაფერი გემო არა გინდა პამიდორი იყოს გინდა კიტრი იყოს ფასებიათ ისეთი ყველაფერს უხარისხოა უგემოვნოა ფასები დიადებს დიდი მე ერთი ვეკითხები ჩვენ თავრობას 35 წელია საბჭოთა კავშირი დაინგრა ჩვენ ფულის საკეთებლად მოყავს თავრობებურო მარტო ფულები აკეთო ხალხის ხარჯზე არა ხენია რა ხარისხიანი უნდა შეჭამოს მოსახლეობამ როცა არ არის წესიერი ხელფასები არ არის წესიერი პენსიები ყველაფერი გაძირებულია ბაზარში აფთიაქებში მოსახლეობაში რა ხარისხიანი უნდა ჩამოს იმიტომ არ დაავადებები შემოღებული პენსიები ყველა მეორე დაავადებულია თქვენ გენაცვალეთ დაავადება უღო თქვენი ხარით კარგად და სახის საუბია რა აპენსიები რა პენსიები ვაგარაცხვია ეს პენსია უნდა ქოდეს პენსიონერებს ყოფენ და 70-მდე 370 ლარი ხო დაავადება ბიზნესა იბადის ეს ბანკები მაინც მოგაწინონ ვისაც კრედიტები გააკეთებული პენსიონერებს და გავიზარდოთ და ნორმალური პენსია მოგცეს თუნდაც ის მაინც რათა 70-მდე ზემო პენსიონერს რომ ჩვენ ის მაინც მიიღოს თანასწორად ყველა პენსიონერმა კაცო როგორ შეიძლება პენსიონერების დაყოფა არაცხელია ჩვენ თავრობას ასე დავყოფთ ჩვენ როცა მოვა არჩევნები დიდი მადლობა მოსმენისთვის მადლობა თქვენ ზარისთვის რომ გვირეკავთ 557-88-55-ზე მაყურებელს შევახსენებ რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია თავისუფალი ეთერი შეგიძლიათ დაგვირეკოთ საუბრობთ სურსათზე ხარისხზე პროდუქტზე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენ ასევე აუცილებლად შევეხებით სტატისტიკურ მოცემულობას სახელმწიფოს როლზე კონტროლზე და ზოგადად პრევენციაზე სახელმწიფოს როლს როდესაც ვახსენებთ მხოლოდ დარღვევების გამოვლენა არ არის მნიშვნელოვანი არსებობდეს ეფექტიანი კონტროლი, გამჭვირვალე ინფორმაცია და ამასთან ერთად დროული რეაგირება და მომხმარებლის უფლებების დაცვა. როდესაც ბაზარზე უხარისხოვანი ვადაგასული პროდუქტი ხვდება, ეს მხოლოდ ერთი მაღაზიის პრობლემა არ არის, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხია. მაგალითად ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ უხარისხო პროდუქტზე, სულ 2 დღის წინ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც
ასევე არასასიამოვნო სათქმელია ეს, მაგრამ მატლიანი პროდუქტია, ძეხვეულში ასე რომ ვთქვათ, ეს არის შემზარავი ფაქტი. დამეთანხმება ძალიან ბევრი ადამიანი და რა ხდება ამ დროს, რატომ არ მოწმდება სათანადოდ აღნიშნული პროდუქტი, აღნიშნული კომპანია, საიდანაც გამოდის ეს პროდუქცია და რატომ ტყუდება მომხმარებელი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ნდობა, ენდობა თუ არა მომხმარებელი იმას, რასაც ყიდულობს და ის ბოლო ფაქტი, რაც ვახსენე მე, ფაქტობრივად პასუხიც გაცემულია, დარწმუნებულია თუ არა, რომ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, ანუ საუბრობ ვადიანობაზე, იცის თუ არა, ვის უნდა მიმართოს დარღვევების შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ სურსათის უსაფრთხოებას, არამედ საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მე დარწმუნებული ვარ იმ ვიდეოს აუცილებლად ექნებოდა საკმაოდ ესეთი რეზონანსული გამოხმაურება. სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასოწარკვეთილი და აღშფოთებული მომხმარებელი ასეთ ვიდეოს ავრცელებს სოციალურ ქსელში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად დაცულია მომხმარებელი, როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი, რა გამოწვევების წინაშე დგას უშუალოდ მწარმოებლები და რა ელოდება საზოგადოებას იმ სისტემისგან, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა ევალება. ეს თემა თითოეულ ჩვენთაგანს ეხება, რადგან ხარისხიანი სურსათი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ეს არის ხაზგასმით ჯანმრთელობის, სოციალური სამართლიანობის და მომავალი თაობების კეთილდღეობის საკითხი. ამიტომ ველოდები მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენს უცვლელ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე 558 როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. რამდენად თანაბრად არის ხარისხიანი სურსათი ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის, ეს ერთი და უმნიშვნელოვანესი შეკითხვა. ხომ არ იქცა ხარისხიანი პროდუქტი მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების არჩევნად, როგორ აისახება სურსათის გაძვირება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რამდენად საკმარისია ასევე სახელმწიფოს კონტროლი იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს. რაც შეეხება ასევე სტატისტიკურ მონაცემებსაც რომ გადავავლოთ თვალი, სტატისტიკური კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მაყურებლის პოზიცია. თქვენ როგორ შეაფასებთ საქართველოში პროდუქტების ხარისხს, ასე ვთქვათ, აი ამ პროდუქტების ღირებულებას, შეგიძლიათ მაგალითად შეადაროთ ევროპის სხვა ქვეყნებში პროდუქტის ღირებულებას და არის არაერთი ქვეყანა, სადაც საქართველოსგან განსხვავებით რადიკალურად ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი ღირებულების არის ესა თუ ის პროდუქტები და რატომ ვერ რეგულირდება ჩვენს აი ესეთ პატარა ქვეყანაში ფასები სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელიც აუცილებელია. რატომ გვიწევს საუბარი მუდმივად გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, იმპორტირებულ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში შემოდის და ჩვენი ქვეყნის ნოყიერი ნიადაგი, რომელიც მაქსიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ბუნებრივი პროდუქტები, რომელიც შეიძლება შევიძინოთ თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. მე ვფიქრობ, რომ ამისი რესურსი და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას გააჩნია, აქ მთავარია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რამდენად იქნება. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უთმობ დროს, გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ? არის ხარისხიანიც და არის უხარისხოც. დიახ. განავრცეთ თუ შეიძლება? კითხვა რაც გავიგე, თქვი უყვება. ჩვენ არა ნახეთ ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოს როლზეც მათ შორის გასაგებია ეს ჩვენც ვიცით რომ არის ხარისხიანიც და არის უხარისხოც თუმცა აქ მთავარია ის ფაქტორი რომ ის ღირებულება ანუ ის ფასები რაც აქვს ამა თუ იმ პროდუქტს საქართველოში მაცხოვრებელი ფენისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია რომ შეიძინო ანუ ჯანმრთელი კვება რასაც ასე ვთქვათ ვერ უზრუნველყოფს. თქვენი პოზიცია რას მიმართავდით მაგალითად სახელმწიფოს და ასე შემდეგ. შეგიძლიათ უფრო განავრცოთ აზრი.
ჩემი აზრით ყველგან არის დაბალხარისხიანიც და არის მაღალხარისხიანიც და შესაბამისი ფასები ადებს ყველაფერს. კარგი. დაგემშვიდობებით, მადლობა თქვენ ზარისთვის. სურსათის ხარისხი განისაზღვრება მისი უსაფრთხოებით, შემადგენლობით, კვებით, ღირებულებით და შენახვის პირობებით. მე აქვე ვინაიდან ჩვენ პროდუქციებს საუბრობთ ფასებზე, საინტერესო იქნება მაყურებლის აზრი, რამოდენიმე თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ფასთა შემსწავლელი კომისიის საქმიანობას რამდენად შეაფასებთ, რეალურად რამდენად აისახა და რამდენად გავიდა შედეგზე მათი თითქმის სამთვიანი მუშაობა და სხვადასხვა დისტრიბუციული კომპანიების წარმომადგენლები მრგვალ მაგიდასთან დაბარება. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ, დიახ. ეს საუბარი არის ოკეანეში წვეთი. იმ კუთხით, რომ ხალხი რაღაცას მივხვდეს, რაღაცას ხალხი ხდება რაღაცას, მაგრამ თავას ვერ ხდება, რომ გაერთიანდეს, ერთად დადგეს. სანამ ჩვენ ამათ დინოზავრები არ გადავაშენებთ, ყველაფერზე აპარატი არის ზედმეტი, გამორიცხულია. ბიძინა არის კილოსანი. ჭიაჭვენებსაც წინში უდგას, ყველგან მაგის გარეშე კუთხით გააგრეს, უშუალოდ სადარი. ყოფილი პრემიერი სადარი თავის გვერდზე ვიცადგას, იმათ რომ მოუწევს, იმასაც ციხეში გავუშვებს. ამიტომ ამ გას უნდა გამოაცალოთ ხელისუფლება. და თვითონ იტყვიოს მე რა არის კოთკასაკან შორის ჯდომა და როგორი არის ამას ხალხი ვერ ხდება დამდაღაჩულა ხალხი რამ შეგაჩინა დღეს ვერ მოვიდე დამაპატიმრო ისევ ამას ვიტყვი ხმამაღლა ვიტყვი და მთელი გულით არა ვიტყვი და ცოტა აწევდათ საკითხი აზერში ვიტყვი ეხლა შემეორებ ასე რომ ჩვენ წინაპრებს ефიქრათ ჩვენი სინსინა რა იქნებოდა დღეს ვერ მოვიდოდით ჩვენაც ამას. იცოდა ერთი ხმისზე მიდიოდა და მიდიოდა. იმიტომ მიდიოდა რომ ყავდა ის როგორებიც იყვნენ მაგალითად აღმაშენებელი გიორგი სარკაძე. ლიდერი არა ყავს დღეს ეს გამოჩერწეტებულები. თქვენ კაი ხალხი უყურეთ ობიექტებს. უყურეთ ბატონ დავით არხამოურავის გამოსვლას. კალბატონ ირმაინაშვილის გამოსვლას და ლიდერებს ხებს კიდე დავით არხამოურავზე პატრიოტი, განათლებული, თავდადებული. მე ხლა იმიტომ კი არა, მე არავის არ ვფეთიშებ, მე ამას უყურებ წლებია უკვე. დიახ. და დიდი სიამოვნებით ვდგები მაგათ გვერდში. და ნებისმიერ მაგათ განკარგულებას უკმაოდ შევასრულებ. იმიტომ რომ დიდი ნდობა მაქვს მაგათი და ვიცი რომ თუ რაღაცას გამაკეთებენ, გამაკეთებინებენ ჩემი სამშობლოს გუნდზე და ვაზას სიტყვას ვიწევით დავამთავრებ. ყველაზე დიდი გმირობა სამშობლოსთვის თავდადება დადე თავის სამშობლოსთვის ისე კი არა რომ შეძლებები კაუტის ქვეშ და იმას მიჩენების ხარშენიხების შუჟიხების კრიფო ეკლებ ეგრე არ ხდება ამიტომ ხალბატონო კი გასაგებია თქვენი გადაცემა სხვა გადაცემებით მისაღებია მირესალმები მაგრამ რაღაც უფრო უნდა დაიხვეწოს ცოტა უფრო გამოვაფეროთ ეს ხალხი სოგი შევაჭადროთ სოხსავი გამოაღებინოთ მაქსიმუმიდან პატარა გაუძლეთ twinები და იაზრონ დიდი მადლობა თქვენ აზრისთვის, იმისთვის რომ გვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში თქვენს სათქმელს აღნიშნავთ 557-88-55-88-ზე. რადიო სიხშირე FM 105.1 უამრავი მაყურებელი მსმენელი, უბრალოდ რომელიც გვისმენს, თქვენ შეგიძლიათ არ დააყოვნოთ, აკრიფოთ ჩვენი საკონტაქტო, თქვენ ჩაერთოთ ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში, ხარისხიანია თუ არა პროდუქცია, რომელსაც საზოგადოება მოიხმარს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სურსათის ხარისხის კონტროლი სათანადოდ ხორციელდება და რაში ხედავთ გამოსავალს. ყველაზე ხშირად რომელი პროდუქცია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მათ შორის არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, საინტერესო იქნება თქვენი აზრი, უნდა გამკაცრდეს თუ არა ასევე კონტროლი. მე ასევე შევეხები ონკოლოგიურ დაავადებებს, ოდნავ მოგვიანებით მანამდე მაყურებელს არ დავაყოვნებ ხაზზე, მოგესალმებით შუადღემშვიდობისა, გამარჯობათ. მოგესალმებით, ალბათ სწორენა. გამარჯობათ, დიახ. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ ნიშნავს ხუთის გადაცემას ბაძრად. ეს თბილისში ალბათ საქართველოში არის თბილისში არის კალამატურა. არ შეიძლება ქუჩაში ღია ციცხვით
იგებოდეს ური, ყველი, ხორცი. გეთანხმებით. ყველა გამგეძელის გამზადობა. უნდა შემოწეს ყველა სასწორი, და დაიდგა საკონტროლო სასწორები, რაც შეიძლება ბევრი გაგზავნოს. და შემოწეს ამდენად სწორად იყიდა. ადამიანმა პროდუქცია. დიახ. ეს უნდა დამოკიდებული. გასაგებია, მადლობა თქვენ ჯარისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილ მაჩვენებელს, სტატისტიკურად ნამდვილად არ გვაქვს სახარბიელო მოცემულობა, თქვენი აზრით დაკავშირებულია თუ არა სურსათის, მედიკამენტების და ჰაერის დაბალ ხარისხთან. შეგიძლიათ ამ კითხვის პასუხადაც შემოგვიერთდეთ და მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. მოგესალმებით, ისაუბრეთ. დაუწიეთ ტელევიზორს, სანამ დაიწყებთ საუბარს. მიბრუნდება ჩემი ხმა, ამიტომ ვერ შედგება სხვა მხრივ. კომუნიკაცია ჩვენ შორის, გელოდებით. მივცეთ საშუალება მაყურებელს, რომ დაუწიოს ტელევიზორს. გამარჯობა. სამწუხაროდ მოგვიწია დაგემშვიდობეთ, იცით თქვენ. ჩვენი პირობა, ასე რომ ვთქვათ, რომ უხარვეზოდ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში, სხვა მხრივ გითმობთ თქვენთვის ასურველ დროს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ სურსათზე, პროდუქტებზე, ხარისხზე, კონტროლზე, სახელმწიფოს როლზე, პრევენციაზე. როგორია თქვენი შეფასებები? პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს ვუთმობთ დროს, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ძალიან სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობა. არაფერი პროდუქტი არ არის ხარისხიანი, ყველაფერი მოწამლულია და რა ვიცი, უნდა მას ძალიან ყურადღება, ეს ახალგაზრდობა, ყველა ადამიანები სულ მდგომარეობაში არიან ყველანი. დაავადებას იწვევს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ჯარისთვის. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ხარისხიანი პროდუქტი შეიძინოს. ადამიანებს, ანუ მე ვგულისხმობ მასას, ვგულისხმობ სტატისტიკურად საკმაოდ დიდ რისკს ადამიანების დღეს იმ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ დაბალი შემოსავლის ფონზე იმისთვის რომ მხოლოდ გადავრჩეთ და დღის განმავლობაში შეგვეძლოს ოჯახის წევრების გამოყვება, გვიწევს უხარისხო პროდუქტის შეძენა, ანუ დაბალი ღირებულების პროდუქტის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენისთვის. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება და რამდენად კონტროლდება, ასე ვთქვათ, ის პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილია დახლზე და ყოველდღიურად ვეხებით მას პრაქტიკულად. ველოდებით მაყურებელს, რომელიც დაგვირეკავს ჩვენ საკონტაქტო ნომერზე, მონიტორზეც მოსჩანს, ვინც ახლა ტელევიზიის საშუალებით გვიყურებთ და იმ მაყურებლისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა და გეტყვით, რომ საუბრობთ თემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად ეხება სურსათის ხარისხსა და მასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე გვიწევს დღეს საუბარი. ხარისხიანი საკვები მხოლოდ გემოს არ ნიშნავს. ის პირდაპირ კავშირია ჩვენს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან და ცხოვრების ხარისხთან. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონო, საგარეჯოდან დირექტორს აქ ობიექტივი გათიშულია ერთი კვირა. სად რომელ არხზე მოგიძიოთ? გასაგებია ქალბატონო, აუცილებლად მოწესრიგდება ეს საკითხი, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სამწუხაროდ დიახ ნამდვილად არის ეს ფაქტორი, თუმცა ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით და ეს ასე ვთქვათ დაგაკლდათ თქვენ ობიექტივის არხი და ეს აღნიშნეთ, ეს საკითხი აუცილებლად უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება და კვლავ შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში ობიექტივის ყურება. მოგესალმებით, შემდეგი მაყურებელი ყავს ხაზზე, გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ, დიახ. დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ დროს. ისმენთ? გისმენთ, კი? გამარჯობა, რა არის ის? ალო, გესმით? მესმის, ისაუბრეთ, დიახ, მოგმართეთ, ბრძანეთ. ეს საქართველოში პროდუქტი არის ასიკათ, აი, უარგისი ყველაფერი. პური სამადობი, რა ვეჭხლია რა. უნდა პური არა. პური შეგები ძები, ხალადია და ხირი უადიცია. შემოდის საიდანაც ჯანდაბა და ოქრობა. ვიტამინები საფრთხეა. დაიტანა ხალხი ბარხები და მუხები და რა ვიცი.
სამწუხაროდ ვერ გავიგე მე თქვენი პოზიცია, მომიტევეთ თუ ხართ ხაზზე შეგიძლიათ თავიდან ბრძანოთ. კარგი, დავმშვიდობეთ მაყურებელს 557-88-58, როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ვარგისიანობის ვადას, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გვჩვევია ძალიან ბევრ ჩვენთაგანს, რომ პროდუქტის ვადას ვარგისიანობა საერთოდ არ ვუყურებთ და ისე ვიძენთ ხოლმე პროდუქტს და შემდგომ აღმოვაჩენთ ხოლმე რაღაც ისე არასასიამოვნოს. მნიშვნელოვანია რომ დავაკვირდეთ ვადას, ასევე შენახვის პირობებს, შემადგენლობას, წარმოების ადგილს, ინფორმირებული მომხმარებელმა უკეთ იცის საკუთარი ჯანმრთელობა და შესაბამისად ის სწორ არჩევანს გააკეთებს თუ იქნება დაკვირვებით პროდუქტის შეძენის დროს. განსაკუთრებით სუპერმარკეტებში, რაც შეეხება ასე ვთქვათ, ღია სივრცე იქნება ეს თუ ბაზარი იქნება, იქ ასევე თვალსაჩინოა მაგალითად ბოსტნეული, რომელიც არ უნდა იყიდოთ შელახული, ასე რომ ვთქვათ, არ უნდა შეიძინოთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელია კვლავ, გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი აზრით ძალიან ხარისხია ეს პროდუქტი და მიშუნახე ფეიზმზე, მაგალითად, საუკუნეებს ახია ნაუჩი, მათ მიყავდა თეთრად გავუგზით რომს. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, იცით რა არის? ვახსენოთ ეს ორნავიჩი, როგორც ვიცი, მათ შორის ხომ, ეს არის ლიდერ ფუდის ძელხვეულში, სამწუხაროდ. ხო, ეს პენსიარი მაშინ ეს არა ნამდვილად არის. დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის. და დაგემშვიდობებით 557-88-58-ზე დავალოდოთ შემდეგ ტელემაყურებელს კვლავ და რაც შეეხება სტატისტიკურ მოცემულობას, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი პროდუქტის არჩევისას პირველ რიგში ფასს აქცევს ყურადღებას, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ეტიკეტს, ამოწმებს ინგრედიენტებს, ასევე ინტერესდება პროდუქტის ხარისხით, თუმცა ეს რასაკვირველია ყველას არ ეხება, ამაზეც ვისაუბრეთ, ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება, ასევე უსაფრთხო და ხარისხიანი კვების მნიშვნელობის შესახებ. და რას ფიქრობს ტელემაყურებელი, რასაკვირველია დავალოდებით, რომელიც დაგვირეკავს პირდაპირ ეთერში, რას ნიშნავს სურსათის ხარისხი, როგორია თქვენი შეფასება, როგორ ხდება სურსათის ხარისხის კონტროლი, რა შეცდომას უშვებენ მაგალითად მომხმარებლები პროდუქტის შეძენისას და ასე შემდეგ. 557-88-58-ზე გვეკავშირდებით. ახსენე ასევე ონკოლოგიური პრობლემები, სამწუხაროდ ასე ვთქვათ, ონკოლოგიური პრობლემების გაზრდილი მაჩვენებელი თქვენი აზრით დაკავშირებულია თუ არა სურსათის მედიკამენტების, მათ შორის ჰაერის დაბალ ხარისხთან, როგორია თქვენი შეფასება, გვიკავშირდებით და პირდაპირ ეთერში საუბრობთ. ხარისხიანია თუ არა პროდუქცია, რომელსაც საზოგადოება მოიხმარს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სურსათის ხარისხის კონტროლი სათანადოდ ხორციელდება, რაში ხედავთ გამოსავალს და რა ნაწილში შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, მაგალითის სახით მოიყვანოთ სახელმწიფოს მონაწილეობა, რაიმე ისეთი სასიკეთო მნიშვნელობით, სწორედ აი ამ თემატიკით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაზე ხშირად რომელი პროდუქცია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს თქვენი გადმოსახედით, მათ შორის რომელი პროდუქტია, რომელიც არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, ერთ-ერთმა მაყურებელმა პომიდორიც ახსენა და ნამდვილად ესეც არის, მოსჩანს, გასაგებია პომიდორის ჯიშიც, რომ წითელი პომიდორი თუ ვარდისფერი პომიდორი გემოვნური თვისებებით, თქვათ, რომელი ფერის ბოსტნეულია ამა თუ იმ პირისთვის მისაღები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე შეგიძლიათ პირადად ისაუბროთ ჩვენთან, ჩვენს ეთერში, ასე რომ გითმობთ დროს, გამარჯობათ. მოგესალმებით, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ დროს, გამარჯობათ. სამწუხაროდ ასე ვერ შედგება, დავიმშვიდობოთ მაყურებელს, გთხოვთ. ისმის ქალბატონო. ისმის, დიახ, ნუ უსმენთ ჩემს ხმას, დაგვიანებით მოდის. ამიტომ დაიწყეთ საუბარი. ისმის ახლა ჩემი ხმა. მესმის, კი.
გთხოვთ, დავემშვიდობოთ, მაყურებელს სამწუხაროდ ვერ შედგება ასე საუბარი, ვაწუხებთ სხვა იმ ტელემაყურებელს თუ რადიო მსმენელს, ვინც პირდაპირ ეთერში გვირეკავს. არაერთხელ მომიმართავს, უმორჩილესად გთხოვთ, დარეკვისას დაუწევთ ტელევიზორს, რომ არ დაგიბრუნდეთ ჩემი ხმა და დაიწყეთ პირდაპირ საუბარი. ჩვენი დღევანდელი თემა თქვენთვის სრულიად გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ სურსათზე, ხარისხზე, პროდუქტზე, ფასებზე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რისი შეფასება გსურთ აი ამ სოციალური მიმართულებით, გვიკავშირდებით და პირდაპირ ეთერში ბრძანებთ, მედია კავშირი ობიექტივი გაძლევთ ამ აზრის გამოთქმის საშუალებას და არა მხოლოდ. გამარჯობათ. მოგესალმებით. იცით ვერსიას გენას არის სამების სადგურები უნდა აღდგეს და შეამოწმონ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ახალობა რასუაცია. სამების სადგურები ვითონათ არაკეთილ სიბისიერად იქცევიან მენეჯერები. მაგალითად ნიკორაში რამოდენიმე 1-2 წლის წინ სოსისები ვიყიდე და მწვანე გონიკო და მივიტანე ისე და ისე ვიდექი დარეცხა გოგო ხელოფნის შემოიტანა დაბოისო დათაყიდან. აი რასია საქმე. სამწუხაროდ კი ნამდვილად არის ისე რომ ქსელური მარკეტებში კონკრეტულ ყველა პროდუქცია და პროდუქციაზე არ არის რასაკვირველია საუბარი, როდესაც არის ასე ვთქვათ ვარგისი პროდუქტი და მომხმარებელს აქვს აღმოჩენილი, იმის შემდეგ რა რეაგირება მოყვა ამას ყველაფერს, მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი შემოიფარგლება ეს ყველაფერი? არა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრევენცია, მნიშვნელოვანია ის, რომ ესა თუ ის კომპანია, რომელიც მწარმოებელია და უხარისხოთ ან ასეთ მატლიან პროდუქტს ყიდის მომხმარებელზე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ალბათ მნიშვნელოვანი ჯარიმით და არა მხოლოდ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ადამიანებს არ შეეძლოთ. ხომ შეიძლება რომ ზოგმა ვერც კი შენიშნოს და უნდა ჭამოს ასეთი მიირთვას ასეთი პროდუქტი. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ძეხვეულში არის ძალიან დაბალი თანხა, მაგალითად 4 ლარი და 5 ლარი, როდესაც ასე ვთქვათ შეძენას გადაუწყვეთ, თუ უნდა ვაცნობიერებდეთ თუ რას ვიძენთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გისმენთ? გამარჯობა. თუმცა ეს არ უნდა იყოს ნამდვილად მატლიანი, დაზიანებული და გაფუჭებული პროდუქტი. კეთილი. სურსათი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ პროდუქტი არ არის, ის ჩვენი ჯანმრთელობის, ოჯახის ბიუჯეტის და ცხოვრების ხარისხის ნაწილია. ყოველდღე ვყიდულობთ პროდუქტებს იმ იმედით, რომ ისინი უსაფრთხო და ხარისხიანია. როგორია თქვენი შეფასება? რა თქმა უნდა, სეზონსაც აქვს მნიშვნელობა, ზაფხულში შედარებით ხელმისაწვდომია ისა თუ ის პროდუქტი, ბოსტნეული იძლევა იმის შესაძლებლობას, მოსავლის შესაბამისად, რომ ხელმისაწვდომ ფასად იქნას შეძენილი, ზამთარი საკმაოდ დატვირთულია. ასე ვთქვათ, უფრო ჭირს პროდუქტის შეძენა, მათ შორის საკმაოდ დიდი კომუნალური გადასახადებით უწევთ მოქალაქეებს, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? ჩვენ ყოველთვის ვავთ ხოლმე შეკითხვას, შესაძლოა იყოს მცირე დახმარება, თუმცა საერთო ჯამში, როდესაც სახელმწიფოს წარმოადგენ, ხელისუფლებას წარმოადგენ და შენ ხარ ვალდებული, პასუხისმგებელი შენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობაზე იზრნო. რეალურად მაშინ, როდესაც არჩევნების წინა პერიოდია, არაერთი მნიშვნელოვანი დაპირება გაქვს არჩევნების წინ შენი ამ მომრჩევლისთვის ასრულებ ამ ყველაფერს, ანუ ისე რომ არჩევნების შემდგომ რამოდენიმე თვეში არ შეგრცხვეს მოქალაქეს შეხვდე ქუჩაში და თვალებში შეხედო. ჩვენ საუბრობთ სიღარიბეზე, გაჭირვებაზე, იაფიან პროდუქციაზე, უხარისხო პროდუქციაზე. რატომ საუბრობთ, რატომ გვიწევს ამ საკითხზე საუბარი? უხერხული არ არის? ეს არის სამწუხაროდ ის კითხვები, რაც ჩვენს ქვეყანაში კვლავ არსებობს. და არა მხოლოდ რასაკვირველია, ყველა ქვეყანას თავისი ფენა აქვს, თუმცა ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. შვიდობიან დღეს გქონდეს. მადლობა. ის არის, აი, როცა შედიხარ სუპერმარკეტში, არის სუპამიდორები, კარტოფილები, გაფუჭებულები იყიდება და ხო შეიძლება ამოყრიფონ ეს გაფუჭებულები და ის გადაყარონ. რატო უნდა იყიდოს ადამიანმა და გადაიხადოს? და მეორე ის ვაშლებით თუ რაღაცა ხო შეიძლება
ამოაწყონ და აი კომპოტები ვისაც უნდა მეორადი ვისაც ტომატი სხვა რამისთვის ჭირდება არ გადაყარონ უბრალოდ მისცენ ადამიანებს საჭიროებულებს რომელსაც შეუძლია რაღაც გააკეთონ და ამოაწყობენ კარგ ყრიან ზოგჯერ მინახავს და ის დაფუჭებული რაღაცა ბანინები და ეს მიუღებთ ხოლმე და ძალიან რთულია ეს და ის მაინც გააკეთონ რომ დაურიგონ ადამიანებს იქნებ რა თვითონ მოიხმარონ რაღაცაში ან ტომატები გაუკეთონ მოადო რამე ძალიან დიდი მადლობა. მე სულ ვიწამლები თქვენ ნახევარი მქონდა ენტეროვირუსი და ვერ გამოვიდივარ კომარებიდან გასაგები ასრულიათ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, აბსოლუტურად დაგეთანხმებით ასევე იმ ნაწილში, რომ ჩვენ საუბრობთ ქსელურ მარკეტებზე, სადაც ძირითადად ბოსტნეულზე ამახვილებთ თქვენ ყურადღებას. მეც არაერთხელ შემინიშნავს ნაგვის ურნებთან, ასე ვთქვათ, ურიკებით გატანილი ურნებით გატანილი არაერთი დასახელების ბოსტნეული, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ადამიანებს, რომელსაც ძალიან უჭირთ და პრაქტიკულად მათთვის შეუძლებელია ეს იქნება კარტოფილის, ვაშლის, პომიდორის შეძენა, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ როდესაც ასე ვთქვათ, ალბათ შემდგომ უკვე მიდის გაფუჭებამდე ბოსტნეული უწევთ რომ გადაიყაროს. ამ შემთხვევაში ხომ შეუძლიათ რომ გაიაფონ ეს პროდუქტი რომ შეძლოს ყველა პროდუქციის შეძენა. ეს კიდევ ცალკე მათი მენეჯმენტია. პირდაპირ ეთერში კვლავ მაყურებელი გყავს გამარჯობათ და შემდეგ სტატისტიკურად მინდა განვიხილოთ მოცემულობა გამარჯობათ. ქალბატონო შორენა ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან 70-იანი წლებია პიკრიტაჟი პირველად ვიყავ ზღვაზე მაშინ და პოდნოსები იქნა პირველად რაღაცები დავალაგე და ასე მოვდივარ კასის რედაქიან მისკენ დიახ კარტბოლო კაცმა ხელი წამოვალ შეფოდნოს ხელი ასე ავაყოლე თვალი და დაუძახამ ზარელს და დაულაგე ასგიდაო მე მაშინ ვერ ვიხდი ეს იყო მაგათი სამსახურის წარმომადგენელი უხეშად ვთქვა ობეხესი რომელსაც მიქონდა სინჯავდა კომპოტში რამდენი უნდა ყოფილიყო სიტყვა ხორცი რამდენი უნდა ყოფილიყო სულ ყველაფერს თავიდან დღეს ვინ არის მაგის გამკეთებელი ვინ არის პატრონი ხალხი ბოდიში და სულ პერსეკიზია ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს არაფერი დახოცილან ერთში აგერ თურქები იწახიან ერთი მუჭა ქვეყანა ყავდა ამდენი ონკოლოგიურ დაავადებულები რაუბედურობა რა ჭირთო რა ნერვიულობანო თავი ყველაფერი სიგნალის ეს ფაქტი სადრა ინახება სადრადია თუ გინდა რომ ჩამოიარო განაგან აღმოაჩენ თუ მანდარინი არის გინდა ლიმონი არის მე-19 საუკუნეში მოკლედ და დილაი ვინ არის პატრონი ვინ არის გამკითხავი ვინ არის მოუკითხავი საერთოდ ეს ხალხის ბრალია ამ ხალხმა ვერ გაიგო ეს ხელისუფლება არის მოსაშორებელი დაფატკაზე დაწოდები და გაიქნიო რაც შეიძლება შონს ამას უნდა ერთობა მეტი არაფერი კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის. ანუ საბოლოოდ მაინც მივდივართ ხელისუფლებასთან, ხო? ხელისუფლების უგულებელ ყოფასთან რეალურად საკითხისადმი ესე გამოდის. კარგით, მე სტატისტიკური მონაცემები ვახსენე, მინდა ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოგახსენოთ. სამწუხაროდ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად. ამ შემთხვევაში დაახლოებით 420,000 ადამიანი იღუპება. 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის დაახლოებით 125,000 გარდაცვალება ყოველწლიურად, რაც ამ პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური ასპექტია. და ეს სხვათა შორის ეფუძნება ეს მონაცემები World Health Organization-ის მონაცემებს, მათ შეფასებას და ამასთან ერთად მე მინდა დავამატო
ოფიციალური ახალი სტატისტიკაც, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ 2025 წლის სტატისტიკაზე მაქვს საუბარი სახელმწიფო კონტროლის კუთხით 39527 სახელმწიფო კონტროლი იგულისხმება ინსპექტირება, მონიტორინგი, ასევე დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების აღება, ზედამხედველობა და აუდიტი, გამოვლინდა 4038 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ასევე სურსათის ფასები არის გამოკვლეული, თევზის ბაზრის კონტროლი და არა მხოლოდ ფაქტობრივად ჩაშლილია ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტის კონტროლის სტატისტიკური მონაცემები. მაყურებელს ვუთმობთ დროს, არ ვაყოვნებთ, გამარჯობა. გამარჯობა ჩევრენა გენოჩალე. შემოკარულ ყველაზე მთავარს არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენი ჯანმრთელობის დამანგრეველს პალმის ზეთს, რომელიც თითქმის ყველა პროდუქცია ნახინიდან და კვირეულით დაწყებული. ეს არის ჩვენი მთავარი მტერი, პალმის ხონი, პალმის ზეთი, რომელიც არის ტექნიკური ზეთი. ეს არენანება ჩვენთვის, რომ კარგად ამოვწყდეთ. მაპატიეთ. კი, მადლობა თქვენ ზარისთვის პალმის ზეთი, კი ბატონო, ეს ერთ-ერთი მათ შორის პროდუქცია, რომელიც შეგიძლიათ რომ ესე ვთქვათ ამამად დაასახელოთ, გეთანხმებით, მადლობა ზარისთვის. თევზის ბაზრის კონტროლს რაც შეეხება 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 81 სახელმწიფო კონტროლი თევზის სარეალიზაციო ობიექტებში, მათ შორის 77 ინსპექტირება და რაც შეეხება დარღვევებს ამ ნაწილში სასიკეთოა ის, რომ კრიტიკული დარღვევები ნამდვილად არ გამოვლენილა. მაყურებელი კვლავ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა. კარგით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ასევე განვაგრძობ 2025 წლის ივნისში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 10,1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული გაძვირდა 26,3%-ით, ზეთი და ცხიმი 20,6%-ით, პური და პურ პროდუქტები 9,6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 7,1%-ით. როგორია თქვენი შეფასება, ველოდებით მაყურებელს 557 88 55 88-ზე. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. უკაცრავად გამოვიდა მე თქვა, გამარჯობა. იცი წყალი, სულ აი წყალი არის დაშინელი თევზის სუმინდა რაღაც დაშინელი სურბელები ამოდის და დავდგეთ ორი დროს სურბელები გაჩქრა თორავი რაღაც და საშინელი თევზის და კვერცხის წვიმი აქ არ ვიცი რა ხდება რა და სად გულისხმობთ კონკრეტულად? ვერი გაბრიელზე ის არის ესეთი ვერი გაბრიელ სალოსის ქუჩას გულისხმობთ ხომ? თუ მიმართეთ მაგალითად თქვენი რაიონის გამგებელს, ანუ ეს მხოლოდ თქვენთვის ხომ არ იქნებოდა შესამჩნევი, რასაკვირველია ეს იქნება ხო საერთო პრობლემა და თუ იყო რეაგირება? არა, იცი კი დავრეკე და მოვიდნენ და ეს 9 საათი გამოუშვეს პალი მე რაღაცა შეამოწმე და არაფერი, მაგრამ მაშინ 9 საათი და ქლორი იყო გაშვებული. მე რო დავრეკე, უკვე მეორე დღეს მოვიდა ეს ადამიანის რა. უკვე ქლორი იყო გაშვებული და მანამდე არა და ის ისე და საშინელი სუნით გამო არის რაღაცა არ ვიცი, ყრიდან ამოდის რაღაც ხანდახან ამოდის და ხანდახან არა. და რამდენია დრო, რაც ეს ამ პრობლემის წინაშე გახართ უკაცრავად, რამდენი დღე თუ ბევრი ხანია, წლებია უკვე, მაგრამ რამდენჯერ დავრეკავთ რაღაც აი ზოგჯერ გაზის სუნით არის არა მithom აღარ არის, რა ვიცი, როცა მოდიან უკვე აღარ არის და რაღაც უნდა ის ჩაუცნაურია. მოვიდა და დაანგრევნა ხალხმა, ნუ შეიძლება ასეც აღმოხდეს. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა და ძალიან არასასიამოვნო. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, მით უმეტეს თქვენ ახლა საოცრებას ამბობთ, წლებია ამ პრობლემის წინაშე ხართ, შეუძლებელია, ასე ვთქვათ, წყალს, რომელსაც აქვს კვერცხის სუნი, თავად თქვენ აღნიშნავთ დაახლოებით და ასეთი წყლის მოხმარება გიწევთ, ყოველდღიურად ეს არის წარმოუდგენელი და რა თქმა უნდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაც არის, ან უშუალოდ
უშუალოდ იმ წყლის კომპანიის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს, მოხდეს ალბათ ფილტრაცია, ლაბორატორიული შემოწმება, იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად დაცული, თან წყალი ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისე როგორც ის პროდუქტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაეთმოს ყურადღება, მე გისურვებთ წარმატებას და თქვენი საქმეში გამარჯვებას. პირდაპირ ეთერში კვლავ შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, პროგრამი. დიახ. თილო, სანამ ეს ცხოვრება არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება. რამდენი ვილაპარაკე, ყველა თავისი ბაზაში ხედულო გორილაბიზე, მოა თაკადა უმატენებს მას. ვაჭრები არიან, ეს მაღაზია არ არის აი. 13 ლარი შეიძლება პამდორეზე. 20 კაპიკი უდა, კომისიონერი 13 კაპიკი. 13 ლარი შეიძლება. თქვენ პომიდრის ღირებულებაზე ამახვილებთ ახლა ყურადღება 13 ლარს. ყველა ხედულო ლაპარაკო გენეთო, ყველა ხედულო. რა ფაქებია? ეს იარტიკე გოჩი ვიყე ფუფალად. და ეხლა ტექნოლოგიით ამინდა 4 ლარი. და სიცხლე აღარ არის და არა მამუკი. ეს თავრობონის დაიწყო, არაფერი არ გქონდა. დიახ. ხალხი კიდე გაფუმებულია. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ნამდვილად სირცხვილია ხელისუფლების მისამართით აღნიშნავ, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი დაბალი შემოსავალი აქვს მოსახლეობას და თითქმის რა ვიცი 100,000-ობით ადამიანი, რომელიც არ მუშაობს და არ არის საერთოდ დასაქმებული, ეს იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ასაკიდან გამომდინარე თუ ასე შემდეგ, ვსაუბრობთ ისეთ ფასებზე, რომ არჩევანის გაკეთება უჭირს მომხმარებელს, შეიძინოს ისევ და ისევ გამოდის უხარისხო, იმიტომ რომ დაბალი ღირებულების პროდუქტი რასაკურველია პირდაპირ მნიშვნელობით უხარისხოა, ხო? ასეთი პროდუქტი შეიძინოს. პირდაპირ ეთერში ასევე შემდეგი მსმენელი ყავს, გისმენთ. ალო. გამარჯობა. ობიექტი. გისმენთ. ხო, რატო არა ის შეიძლება ყოე სახელმწიფოში? აუცილებლად ჩაირთვება, დიახ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, გარკვეული პრობლემა არის, როგორც ვიცი, შესაბამისად აუცილებლად არ ვიცი, სამწუხაროდ ვერ გეტყვით, დაზუსტებით დღეს, თუმცა უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა მოწესრიგდება. დროზე უყუროთ, კარგია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. სუყალე მან სუყალალი სუყალე ნუღაღად მომსაყვალი სახარ ყველანი. დიდი მადლობა. ახამური ინაჩვილი სუყალა ვინც ახარ მადლობთ, აი ასეთი ერთგული და გულწრფელი მაყურებელი ბრძანდებით თქვენ ჩვენი ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი და მადლობა თქვენ ამ ერთგულებისთვის და იმ ინტერესისთვის, რომ თქვათ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს პრობლემა შეიქმნა და მიუწვდომელია მარხი. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ზარისთვის და ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის. მაშასე 557-88-95-88, სულ რამოდენიმე წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე და ვინაიდან ჩვენ საუბრობდით ბოლო სტატისტიკურ მოცემულობაზე, ამით ამ წინადადებით დავასრულებ 2025 წელს საქართველოში თითქმის 40,000 სახელმწიფო შემოწმება ჩატარდა და 4,000-ზე მეტი დარღვევა გამოვლინდა. ამავე დროს სურსათზე ფასები ერთ წელიწადში 10,1%-ით გაიზარდა, როდესაც ხარისხიან საკვებზე ხელმისაწვდომობა რთულდება, ჩნდება მთავარი კითხვა. არის თუ არა უსაფრთხო და ხარისხიანი სურსათი საქართველოში ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი? ეს სტატისტიკა ასე ვთქვათ, არის 2025 წლის კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომელიც მოგახსენეთ. მაყურებელს კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ საკითხზე, ხარისხიანია თუ არა პროდუქცია, რომელიცაც საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად მოიხმარს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სურსათის ხარისხის კონტროლი სათანადოდ ხორციელდება და რაში ხედავთ გამოსავალს. ყველაზე ხშირად ასევე რომელი პროდუქცია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მათ შორის არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, უნდა გამკაცრდეს თუ არა კონტროლი. ეს ის შეკითხვებია და არა მხოლოდ, რომელიც დღეს ჩვენი ტელემაყურებლისთვის გვქონდა, ვისაუბრეთ სტატისტიკურ მოცემულობაზე, მათ შორის ფასებზე, ვისაუბრეთ დიახ საკითხზე,
კი არა და დავსვით შეკითხვა, რა ღონისძიება უნდა იქნას გატარებული სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც უკავშირდება მაგალითად ხარისხიან პროდუქტს და ფასებს, იქნას მოწესრიგებული. კეთილი, გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე მინდა ჩვენს თითოეულ ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს გადაგიხადოთ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს რასაკვირველია. მე შორენა ჭიაურელი ვარ. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.